ხატია დეკანოიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში ევროოპტიმისტების წარმომადგენელი მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ გვითმობთ დროს. ქალბატონ ხატია დღეს იყო სამწიმარი ირაკლი კობახიძის მხრიდან ბაღდადში მომხდარ ტრაგედიაზე, თუმცა არის თუ არა ის თემა, რასაც უნდა შეეცვალა მისი მოხსენება დღეს და თემა რომელზეც დღეს მეტად უნდა ესაუბრა პრემიერობის კანდიდატს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიზიარებ, უმძიმესი ტრაგედია მოხდა, არაერთი სხვათა შორის ასევე დაიღუპნენ ახალგაზრდები, იცით და არ ვიცი, ძალიან მძიმეა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ჩვენ საუბრობთ იმ თემებზე, რომელიც არის უშუალო პასუხისმგებლობა ხელისუფლების. ნახოთ რას გვეტყვის. მე ყოველ შემთხვევაში შევეცადე რომ ძალიან ესე ფაქტობრივად მესაუბრო და ფაქტებით მე გავახსენე მას რომ 11 წელი არიან ხელისუფლებაში, 11 წელი საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან ადრეული შეტყობინების სისტემას, რომელზეც ისაუბრა დავითაშვილმა 2018 წელს, მერე 2020 წლამდე უნდა დამონტაჟებულიყო ეს შეტყობინების სისტემები და ეხა აღმოჩნდა გუშინ საუბრობდა გარემოს დაცვის მინისტრი რომ რაღაც ასე ვთქვათ ყირვარებს შეამოწმებენ. ხო და იქ სადაც დგას ადრეული შეტყობინების სისტემა, სხვა შორის მე დურუჯის ხეობა ვახსენე ყვარელში, იქაც არის ის მოქალაქემ რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. განგაში რო ჩაირთოს მაგალითად საწავა, ვინ მოვა, როგორ, ანუ ძალიან ბევრი პრობლემაა მიმართულებით და იმის მაგივრად რომ ამ პრობლემებზე მუდამ იყოს საუბარი და ხელისუფლება იყოს აი მართლა დაინტერესებული ამ პრობლემების მოგვარებით, ესე იგი რაღაც ამის სამართლებელ გუშ გარემოს დაცვის მინისტრი საუბრობდა რომ ჩვენ 250-ია მეტეოსადგურშების ყიდით, რაღაც ყინვარებს შევამოწმოთ და აქამდე სად იყვნენ, ანუ 11 წელი რომ ხელისუფლებაში არიან, ხო არ დაავიწყდათ, ანუ ეს მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ეს მუდმივი შეგრძნება აქვთ, რომ თითქოს აი ეხა უნდა ეხა მოვიდნენ და ეხა შეიძლება გააკეთოთ. ეს ანგარიშვალდებულება და გულგრილობის გამო რომ ადამიანები იღუპებიან, ეხა რა თქმა უნდა მეწყერი ყველგან ხდება ეს არავინ არ აპირებს პარაზიტირებას ამ თემაზე და მით უმეტეს მე ან ნებისმიერი ადამიანი. ეს არის ჩვენი ტკივილი, ადამიანები იღუპებიან და სახელმწიფო რას აკეთებს, ხო და მით უმეტეს შოვის გამოძიება, რომელზეც არც ვერტფრენებს აიღო და ეხა შევისყიდითო ვერტფრენებსო მეგომელაურმა ასევე ამ კითხვაზე პასუხი გამცა გუშინ წინ სასაზღვრო დეპარტამენტი უნდა შეისყიდოსო რამდენიმე ვერტფრენი, იმიტომ რომ აი ეხლა მოხდა მხოლოდ ამ ვერტფრენებზე საუბარი. ანუ ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები განაპირობებს დომათა დარბაზში კი კითხვა ხომ ქალბატონ ხატია ხომ არ მიგიღიათ ჯერ პასუხი თუ კობახიძეს ჯერ არ დაუწყია მგონი პასუხების გაცემა. არა არ ყოფილა ჯერჯერობით პასუხი კითხვებზე, მე ვფიქრ გამოვედი მე დარბაზიდან, მაგრამ მე ვფიქრობ შესვენების შემდეგ იქნება კითხვები პასუხი და რამდენიმე კითხვა დავსვი. ყველა საჭირო როტო საკითხი შეეხებოდა ეს პირველ რიგში ეხებოდა რა თქმა უნდა მეწყერს საშიშროების განსაზღვრო მონიტორინგის სისტემას, რატო გახდა ეხლა აუცილებელი შესყიდვა, რატო 11 წელი რატო გავიდა ტყუილად, რატო გვპირდებიან იმას, რასაც ვერ აკეთებენ და მე ის ადამიანები, ვინც ამას პირდებიან და ვერ აკეთებენ, მე წინააღმდეგებიან. ხო, აი ბატონ დავითაშვილზე მაქვს საუბარი. ამიტომ ასევე რამდენიმე კითხვა დავსვი, ხა ბევრი კითხვებია ძალიან ოპოზიციის მხრიდან ეხებოდა ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, დავით გარეჯზე დაუსვი მე პირადად ბატონ კობახიძეს კითხვა რომ აი რას ფიქრობს, რა პროგრესია, რა იცის მან. ბევრი საინტერესო ჩემთვის, რაც ჩვენს მოქალაქეებს ადარდეთ პირველ რიგში და არ არის რაღაცა ესეთი შეიძლება პოლიტიკური კონიუნქტურული. დიახ. ქალბატონ ხატია დღეს მიდიხართ ასევე ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გექნებათ შეხვედრა. ამ ფორმატს მოხვა გარკვეული დისკუსია და ასეთი კითხვაც დაისვა, ხომ არ იქნება ეს წინა პროცესების მსგავსი, როცა შერიგების იდეა იყო, სხვა მიზანი ჰქონდა ამ პროცესს, მაგრამ მაინც ეს დარჩა თითქოს რაღაც ფოტოების დონეზე. აი რა მოლოდინით მიდიხართ ამ შეხვედრაზე, რატომ შეიძლება იყოს ეს პლატფორმა განსხვავებული და მეტად ქმედითი? ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საუბარს წინ არაფერი არ უდგას ნამდვილად. მე ვესაუბრები სულ საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა რაღაც წარსულში ძალიან სხვადასხვა მხარეს ვიყავით და მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია სწორი იყო, იგი ალბათ ფიქრობს, რომ თავის გადმოსახედიდან თავის პოზიცია იყო სწორი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან სწორი პოზიცია დაიკავა და ასევე უკრაინასთან მიმართებაში,
და გულშინდელი განცხადებები და საქართველოს ხელისუფლების შეფასება, რა თქმა უნდა, ეს საერთო ევროპული იდეის გამო მისი როლი ევროინტეგრაციაში მე მიმაჩნია ძალიან პოზიტიურად და ამიტომ რა თქმა უნდა მასთან შეხვედრები შანსს აძლევთ უბრალოდ პროცესს, რა ფორმატია, კონტურები ჯერ ჩვენთვის ბუნდოვანია, შესაძლოა თქვენ უკეთ გესმით. მე არ ვიცი, არ შევხედრი ვარ არ მისაუბრეა ჯერჯერობით ამ ფორმატთან დაკავშირებით. მე რამდენიმე დღის წინ შევხვდი მას, უბრალოდ ეს იყო 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, ანუ ეს კრიმინალური იუსტიციის რეფორმა საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციები, მე როგორ წარმომიდგენია მათი შესრულება და ასე შემდეგ. ამაზე ვქონდა ჩვენ საუბარი და ეხლა რაც შეეხება ამ ფორმატს, მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი რაღაც შორს არის რაღაც პოლიტიკური პარტიის ამ პლატფორმის პოლიტიკური პლატფორმისგან, ეს უფრო ალბათ ესე გავიგე მე ყოველ შემთხვევაში ეს არის უფრო რაღაც ასე ვთქვათ მისი როლი როგორ წარმოუდგენია მას ამ ევროინტეგრაციის კიდევ უფრო გაღრმავებაში თავისუფალი არჩევნების კონტექსტში და მე ზოგადად მაქვს იდეა როგორი უნდა იყოს თავისუფალი არჩევნების კონტექსტში მისი როლი. ხო რა არის ეს იდეა ქალბატონო ხატია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ წინა შემთხვევები როცა თქვენც იყავით ჩართული რაღაცნაირად სიმბოლური იყო საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ შედეგი ვერ ვიხილეთ მათ შორის დეპოლარიზაციის მოტივით დაწყებული აუდიენციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თუ გაქვთ კონკრეტული დეპოლარიზაციაზე უშუალოდ ნახეთ დეპოლარიზაციაზე ჩემი ბოდიში არ მეყვარს ეს სიტყვა ნახეთ დეპოლარიზაციაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი არის რა თქმა უნდა ხელისუფლება. სალომე ზურაბიშვილი ვერ მოახერხებს დეპოლარიზაციას თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ხო ეს ძალიან სერიოზული ხა მას ავკიდოთ მთელი პასუხისმგებლობა ამაზე ნამდვილად არ იქნება სწორი. პროცესი რომელიც მან დაიწყო ჩანაფიქრი იყო ძალიან კარგი, მაგრამ თავისთავად შემდეგ ის პროცესები რომელიც მიდის თუნდაც პარლამენტში, თუნდაც გარეთ პარლამენტს გარეთ და ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულება და ბიძინა ივანიშვილის ეს რაღაცა იერარქია, რა თქმა უნდა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაცა ქართული ოცნებაც მონაწილეობდეს, თუნდაც რაიმე პატარა მცირე კონსენსუსში ოპოზიციასთან. გასაგები, ახლა ახალ იდეასთან დაკავშირებით თქვენ ამბობთ, რომ საარჩევნო კუთხით შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რა არის ეს, ანუ რომ ავუხსნათ მოყურებას. უფრო მეცად გეტყვით, იმპიჩმენტით დასრულდა მთელი ეს მისი პოზიცია, ხო? იმპიჩმენტით როგორ იმპიჩმენტის მცდელობით, ხო? ამიტომ ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო კონტექსტში მას შეუძლია ძალიან სერიოზული როლის თამაში ჩვენი დიასპორის და აი ამ პროცესების, მაგალითად საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის, მათ შორის სადამკვირვებლო მისიებთან, საკოორდინაციო რაღაც პრევენციული მექანიზმების შემუშავების, მათ შორის როგორიც არის იგივე სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორ შეიძლება ჩვენ მაქსიმალური წარმომადგენლობა მივიღოთ და ჩავთვალოთ ჩვენი მოქალაქეები და იგი ამაზე ფიქრობს სხვათა შორის დიასპორასთან მე რამდენადაც ვიცი მას აქვს მუდმივი კონტაქტი. ამიტომ ამ კუთხით მე მიმაჩნია რომ მას შეუძლია რაღაც თუნდაც საკოორდინაციო საბჭო ან რაიმე სახის მაკოორდინირებელი რაღაცა ეფექტური task force რომელიც აი რაღაც ქართულად რომ ვთქვათ აი იგივე საბჭო იგივე რაღაცა პატარა მექანიზმი შეიძლება იყოს საინტერესო ასევე მასთან. ხო აი კონკრეტულ შედეგებთან რამდენად შეიძლება გქონდეს საქმე, როცა მაგალითად ქართული ოცნება უკვე ცნობილია ამ ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას, ხო როგორ უნდა განხორციელდეს ეს იდეა? მე მგონია რომ დიალოგს და საუბარს წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. ხო ქართული ოცნება რითი გამოირჩევა და რითი არის ესეთი რაღაც რადიკალიზაციის მხარეს თვითონ. ეხლა სხვას კი აბრალებენ რადიკალები ვართ, მაგრამ თვითონ გამოირჩევა რომ მათ არ შეუძლიათ დიალოგი, არ შეუძლიათ კონსენსუსი და ეს ბიძინა ივანიშვილის ხერხია ერთ-ერთი. რაც შეეხება პროცესი როგორი იქნება და პლატფორმას რა დატვირთვა იქნება, მე ალბათ იგი მოусმენს ყველა შეთავაზებას და თუ პროცესი საინტერესო იქნება, ეხლა თავისთავად ალბათ ყველა შეიძლება რაღაც გარკვეულწილად ყველა შეთავაზებისთვის გაჩნდეს თავისი ადგილი, ხო? ანუ მისი როლი თავისთავად ევროინტეგრაციაში უკვე პოზიტიური იყო და შესაძლებელია კიდევ უფრო პოზიტიური იყოს, ხო? ამიტომ ნახოთ, შევხვდებით, გავესაუბრები. მე არ მგონია რომ საუბარი არ შეიძლება, ხო? საუბარი ყველასთან შეიძლება, ჩემი მოსაზრებით და საუბარი ყველასთან უნდა შევძლოთ, ანუ ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილი საჯარო პოლიტიკის. მადლობა, საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი შეხვედრის შემდეგ. გაამართლებს თუ არა შეხვედრა თქვენ მოლოდინებს. მადლობა ხატია დეკანოიძეს.